გვაინტერესებს ყველას. ზოგს მეტად მომზადებული რომ შეხვდეს, ზოგს ისე ცალიყურით მოსასმენი ამბავით, ზოგს კიდევ საკუთარზე უფრო სხვისი მომავალი აინტერესებს. რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებენ. მოკლედ რომ თქვა, ზოგს ჯერა და ზოგს არ სჯერა. თუმცა არ დაჯერება გრძელდება იქამდე, სანამ ფურცელზე დაწერილი წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით არ ახდება ხოლმე. ფაქტი ჯიუტია. ბოლო დროს საპატრიარქოში მომხდარი ამბები აღმოჩნდა, რომ 1996 წლიდან მთელი სიზუსტით ნაწინასწარმეტყველები იყო. ფაქტად საინფორმაციო სააგენტო ნიუ პოსტმა არქივი ამოიღო და ლელა კაკულიას ჩანაწერები გაასაჯარავა. 1996 წელი 28 ნოემბერი საღამოს 4 საათი. საქართველოს საპატრიარქოში დიდი ცვლილებები იქნება. ამ შენობას, რომელსაც ღვთის სასუფეველი ჰქვია, საძირკველი სისხლიანი აქვს. შენობა ცოდვიანია, ამიტომ დაისჯებიან. ვერაფერს მოიმოქმედებენ. საპატრიარქოში მოხდება განხეთქილება, ორ ბანაკად გაიყოფიან. პატრიარქი ამ ყველაფერს ვერ მოერევა. ჭყონდიდელი უპირისპირდება. სტუმარი ყავს პირდაპირ ეთერში, ეს არის მეუფე პეტრე ცაავა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი. იწყება, ესე იგი, დიდი ომები. ეკლესიაში არსებული თაღლითური სქემებისა თუ კორუფციული გარეგობების და ესეთი ვერაგული დამოკიდებულებისა საპატრიარქოს ქონების მიმართ 2000 წელი 15 იანვარი დღის 12 საათი უწმინდეს მძიმე ოპერაცია ელის უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთისნებით გადარჩება. ბალახები არ შველის უკვე. ექიმიც ხომ ღმერთის მოვლინებულია. პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი რაღაც გაუგებრობაში და შეცდომაშია შეყვანილი, ინტრიგის ნაწილი აღმოჩნდნენ ისინი. 2004 წელი, 30 მარტი. ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ. მომზადებული წყავთ მეუფე. არაფერი გამოუვათ. უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი. უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის. 2004 წელი 26 ოქტომბერი, კუსტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი. ვხედავ უწმინდესის მოშორებას სურთ, ანუ მოწამლონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. 2006 წელი 6 ივნისი, სიფრთხილე მართებს ქართულ ეკლესიას. ძალიან რთული პერიოდი დაუდგებათ. ვხედავ ფინანსური პოლიცია ინტერესდება საპატრიარქოს ბიუჯეტით. პატრიარქის მარჯვენა ხელს ციხეში უკრავენ თავს. თანხების გადამალვას და ბევრ სხვა რამეს დააბრალებენ. 2007 წელი 17 დეკემბერი. ვხედავ საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. ვხედავ სიკვდილს, ბევრი რამ შეიცვლება. მომავალში საპატრიარქოში ვხედავ სიმშვიდეა. 1995 წელს შევხვდი მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, რომ იგი გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება. მომავალი პატრიარქი ეს არის მახვილი უფლისა სიტყვა მართალი, რაც ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს. ხო და ახლა ყველანი, ვისაც გჯერათ, ან არ გჯერათ, დასხედით ტელეეკრანებთან და მოვისმინოთ ამჯერად რას წინასწარმეტყველებს ის, რომ წლების შემდეგ ჩემი გადაცემის არქივის მიხედვით სიტყვასიტყვით ამბები გადავამოწმოთ. ქალბატონო ლელა, უღრმესი მადლობა ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით. არ იყო ეს მარტივი გზა? ნამდვილად. ბევრი რამ მაქვს ნაწინასწარმეტყველები და იქ არაფერი არ დამიმალია, ვინაიდან რბეულში ვწერდი ამას და ხმამაღლა როცა ვლაპარაკობ გასაგონად, ასე რომ ვთქვათ, ხალხის, იქ რაღაც ეპიზოდებს ამოვაგდებ ხოლმე და ვჩუნდები, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც წიგნებშია დაფიქსირებული, წიგნებში, გაზეთებში იმდროინდელი, ასე რომ ფაქტი ფაქტად რჩება და მაშინ რომ ვწერდი მე ჭყონდიდელს, ვიცოდი რომ ეს იყო მღვდელი წარმომადგენელი ეკლესიის და მეტი არაფერი და დანარჩენი მოყოლილი მაქვს ყველაფერი დაპირისპირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი და წინასწარმეტყველება ფაქტიურად ასეთი იყო ეკლესიასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი ეს მალევე ჩაქრება, მოდის პატრიარქი, მაგრამ აი ამ წუთშიც ვხედავ ახალ პატრიარქს, რომელიც ძალიან ძლიერი ნაბიჯებით შეაბიჯებს ეკლესიაში. საპატრიარქოში და ამას მოყვება ძალიან დიდი ცვლილებები და ეს ცვლილებები მე მახარებს იმდენად, რამდენადაც ეს ხალხისთვის და საქართველოსთვის არის მეტად სასიკეთო, განსაკუთრებით კიდო პოლიტიკაშიც. თუმცა დღეს რაღაც ისეთი თქვენ აქ წინასწარმეტყველეთ ფინანსური დარღვევები, თქვენ აქ წინასწარმეტყველეთ ის რომ პატრიარქის მარჯვენა ხელს დააკავებენ. ამბობთ რომ მე ერთ-ერთ მეუფე შევხვდე და უთხარია რომ
შეიძლება იქ იყო სამღვდელოების სათავეებში, მაგრამ დროებითო, შემდეგ მაინც სხვა პატრიარქი მოვა. თუ გახსოვთ, ვის შეხვდით? ой, მე ეს აღარ მახსოვს. საუბარი რაც შედგა, ეს აუცილებლად ასევე ასრულდება. აუცილებლად. იმიტომ რომ მე მასში მომავალი პატრიარქი დავინახე. ვიცნობთ ამ ადამიანს ჩვენ? ვიცნობთ. რა თქმა უნდა, სასულიერო პირია, ძალიან ძლიერი პიროვნება და ის რაც მაშინ მე დავინახე, აღარ მიფიქრია იმაზე, რომ განვითარება აღარ მივეცი ჩემს ხედავს ამ ხალხით. მე არაც არაფერი მიხილია პრინციპში და ეს ძალაში დარჩა მისი პატრიარქად მოსვლა. ძლიერი პიროვნებაა სხვათა შორის, ძალიან დადებითი და პოზიტიური ენერგიის მატარებელია და ძალიან განათლებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და დამახასიათებელი თვისება უნდა იყოს პატრიარქი. ეს პატრიარქი სიცოცხლეში მოხდება, მისი გაპატრიარქება? თქვენ თუ ამოიგეთ პატრიარქი ზრუნავს, რათა ააცილოს ბრძოლები და ვაჭრობები საპატრიარქოს, თვითონ უნდა მოიყვანოს ის პატრიარქად. ეს მოხდება მალე უკავ. თქვენი დროს ხომ ვერ ხედავ, მაგრამ ალბათ მოხდება, რა თქმა უნდა. და ეს უკვე ხდება. ხო, ზოგადად რაღაცა საპატრიარქოში დიდი ძვრები ხდება. ეს ძვრები არ შეჩერდება, აუცილებლად იქნება. ყველაფერი უნდა დამთავრდეს, რათა კმაყოფილი დარჩეს ორივე მხარე, რათა გაერთიანდეს საპატრიარქო და საპატრიარქო აუცილებლად გაერთიანდება. მე ისეთ რაღაც ისეთ დარტყმას ნამდვილად არ ხედავ. კოსმოსი იცავს საპატრიარქოს, იცავს პატრიარქს და ვიცი რომ მათ არაფერი არ მოუვათ. თავი პატრიარქი იყოს კარგად. პატრიარქი ნამდვილად კარგად იქნება. ზოგადად გიორგიზე, რომელიც მოვა ხელისუფლებაში. კი, გიორგი ბრწყინვალე დაარქვით. გიორგი ბრწყინვალე დაარქვით. პირობითად კი მქონდა აღებული, მაგრამ ეს გიორგი ბრწყინვალე თვითონ მეფე თამარი შულდაშვილის შთამომავალი ძალიან ძლიერი ხელმწიფე იყო ფაქტიურად. კი იყო მკაცრი და მოღალატეებს თავს აღარ ჭერდა, მაგრამ ეს ძალა თუ არ იქნა, ისე ვერ მიახსევ იმას, რასაც ქვია სახელმწიფოს დაშენი ხალხი. ეს თქვენ, ანუ მისი სახელი გიორგი არ არის? შეიძლება გიორგი არ იყოს. გიორგი ბრწყინვალე შევადარე. გასაგებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გიორგი ელოდება, რომ ისი გულისხმობთ. ანუ უბრალოდ თქვენ შეადარეთ გიორგი ბრწყინვალე. ასე მომესმა, ასე დავინახე. ეს ჩემი აზრი არ იყო, ეს იყო წამოსული ინფორმაცია და როგორც იყო წამოსული, ასევე დავწერე. ანუ ეს იქნება ახალი ხელისუფალი? ახალი ხელისუფალი იქნება ნამდვილად. ეს 2020-ში თუ მანამდე? იცით რა, ეხლა ის მოვლენები რაც უნდა განვითარდეს, ერთი რამ ვიცი რომ საქართველოს უფთავდება, უფრო ძლიერდება, საჭირო პოლიტიკოსები რჩებიან, არასაჭიროები გადიან თითქოს და ამას ყველაფერს კოსმიური ძალები აკეთებენ. ისე რომ ეს უკვე ადამიანებზეც არ იქნება დამოკიდებული, გამორიცხულია. ხო, მეტყვი თქვენ სოციალური პროტესტით წინასწარ მეტყოლეთ. წინასწარ მეტყოლე სოციალურად დაუცველების პროტესტი და ისე ცოტა საფრთხილოა, იმიტომ რომ რევოლუციებს ისინი იწყებენ. ანუ რევოლუციები ღმერთად დაიფაროთ საქართველოში არ ხედავ, მაგრამ რაღაცა ის ჭიდილი პოლიტიკოსთა შორის არის დადებითი, მიასე ვაფასებ, რომ მივლენ იმ შეთანხმებამდე და გაარჩევენ ყველაფერს ისე, რომ მოგებული დარჩება ხალხი და თვითონ საქართველო. ანუ თქვენ ამბობთ, რომ გამოსვლები იქნება? პატარ-პატარა გამოსვლები აუცილებლად იქნება. აუცილებლად. ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, თქვენი ხედვით, ჩვენ ახლა მას ვიცნობთ? ჩანს? ჩანს. უკვე ჩანს. ანუ ახალბედა პოლიტიკაში. ახალბედა არ არის, ძალიან გონიერი და ისეთი ეროდირებული, ანუ განათლებული და ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ძალიან. არაფრის არ ეშინია. ისეთ პოლიტიკურ თუნაბიჯებს გადადგავს, აი ჭაობში რო შევა პირდაპირ და გადაივლის და არ დაიხჩობა ესე რომ ვთქვათ. დღევანდელ მე მაგალითად მახსოვს თქვენთან რომ ვიყავი წინა ხელისუფლების ნაწილს ემიგრაცია უწინასწარ მეტყოლეთ ეს მე მახსოვს. ეხლა არ ვიცი მე ვისაც უნდა დაიჯერებენ თუ არა, მაგრამ მე ნამდვილად მახსოვს რომ თქვენ მე ეს მითხარით. ზიად გამსახურდი ასეთ აი ესე ბიჯიკი თვალში გაუყარეთ ორივე ერთმანეთს. დიახ. მიყურა და მე დავიწყე მოსკოვით. რომ მოსკოვიდან საშინელ დარტყმებს ხედავთ ხო და რუსთაველი იწვის თქო.
ალასანია? ბატონო, ალასანია თუ გულა. მერე საჩერები მოდის. ძალიან მალე. ალასანია ვერ გახდება. ცვლილებები დაიწყება 30 მაისს. ერთად ჩვენ შევცვლით თბილისს და შევცვლით საქართველოს. პირველ რიგში მე მინდა ყველა თბილისას მადლობა გადაუხადო. წინასწარმეტყველად ქალთონინას მაინტერესებს ძალიან. გადადგომა. მე ამ დროს ვფიქრობდი პარლამენტის თავმჯდომარეობიდან წასვლასთან დაკავშირებით. 92 წელს დაწერე რუსეთ-უკრაინის ომი. ანუ რომელიც შესაძლოა მოხდეს? რა თქმა უნდა. ზოგადად ძველებზეც და ახლებზეც მინდა რომ გითხოთ, მაგრამ ჯერ მე მგონი ახლები საინტერესოა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არბიტრაჟზე რამდენი ხანი იქნება? რამდენი ხანი ახლა დროს მე არასოდეს არ წინასწარმეტყველობ, მაგრამ ჯერჯერობით დგას მყარად სხვათა შორის და ისეთ ნაბიჯებს დგას. ჭკვიანურ ნაბიჯებს დგას. ახლა სხვანაირად ვერ რჩება ფაზები და ეს გამოჩნდება კიდევაც. მაგრამ ის პოლიტიკოსები ვინც მთავრობაში არიან მოსული და ისინი დაიცვლებიან აუცილებლად და ეს თუ აუცილებლად საჭირო იქნება საქართველოსთვის და პოლიტიკოსთა ის ნაწილი რომელიც პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ ამ წლების მანძილზე ეს ოცნება თუ ნაციონალები ეს არ აინტერესებს კოსმოსს ისინი საქართველოს შვილები არიან და ისინი ერთად მოვლენ ანუ ნარჩევი პოლიტიკური ძალა გაერთიანდებიან მიხეილ სააკაშვილი როდესმე ქართულ პოლიტიკაში იქნება მიხეილ სააკაშვილი ვერ ვიტყვი რომ ახლა მომავალში მოდის მაგრამ საქართველოში დაბრუნდება ჩვეულებრივად მომავალში როგორც მოქალაქე თუ როგორც პოლიტიკოსი როგორც მოქალაქეს ბატონი ექს-პრეზიდენტი ვერ შეეგუება ამიტომ როგორც პოლიტიკოსი ის შეიძლება ვიხილოთ შეიძლება კი არა ვიხილავთ გასაგებია მაგრამ ბევრი რამ ისწავლა თავის ის კარიერაც გავლომან და რაღაც შეცდომები, რაღაც შემოუბრუნდა ძალიან უარყოფითად, ამას გაითვალისწინებს და ითვალისწინებს და ძლიერი ნაბიჯებით შედის ისე პოლიტიკაში. ყველაფერი ხდება პოლიტიკაში, ყველაფერი ხდება. ჩემი ქვეყანა პატარა ქვეყანა და დიდ დარტყმას ვერ აიტანს, ამიტომ სოფლიო პოლიტიკაზე ვარ ჩვენ დამოკიდებულები და სოფლიო პოლიტიკა კიდო ისე ვითარდება და ისეთი ქმედებებია წამყვანი სახელმწიფოებიდან გამომდინარე და პოლიტიკური დადგმული ნაბიჯები რაც საქართველოს აწყობს ესე იგი რაც საქართველოს გადაარჩენს სოხუმი დაბრუნდება აფხაზეთი დაბრუნდება მაგრამ აფსუები აღარ არიან აერაშია საქმე მე თავშიო წინასწარმეტყველობდი რომ რუსეთი მათ გაანადგურებს ასეთ მოფერებაში მიახშობს ასე რომ ვთქვათ მოფერები ვითომ და რუსული პოლიტიკა ეს არის გამანადგურებელი აფხაზეთში მაცხოვრებელი აფსუებისთვის. თუმცა თქვენ განადგურება თავად პუტინსაც უწინასწარმეტყველად. კი, პუტინი თავისი ხელით ითხრის სამარეს რუსეთის ნდობა არ შეიძლება ხალხო 1801 წელს იმპერატორმა პავლემ გააუქმა ქართლის სამეფო, გადაგვაქცია გუბერნიად, როგორ შეიძლება იმის შემდეგ გუბერნია ვართ რუსეთისთვის. რუსეთისთვის საქართველოს არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც ჯერავს რუსეთის, არ ვამწყნებ, იმას ასე ჯერავს. მაგრამ კიდე кай კოსმოსს არ ჯერავს და ყველაფერი ზემოთ არის მარტული, თორე ჩვენი ბუნტყა არ იქნებოდა. ომისთვის მზად არის პუტინი, მაგრამ вот предлога не дает Грузия и не даст никогда. ამიტომ ის მართულ ხლართების მსგავსი რაც მან გააკეთა ახლა სამაჩაბლოში და ეს კედლები აღმართა აი თვითონ გაეხვევა მაგნემა ხლართებში სოფლიო პოლიტიკაში საქართველოს ასეთი დამონება რაც პუტინს სურს არა რუსეთს არამედ პუტინს გიყავს ბევრი მიმდევარი საკუთარ სახლში აუფეთქებს კოსმოსი რუსთავერზე უნდა გითხოთ გვებრძვიან კეპცია მაგრამ სულაშორის რუსთავერზე თუ გახსოვს მე მეწერა ეს იყო რომელი წელი აღარ მახსოვს მაგრამ დახურავე თქო ესე მეწერა ნუ იქ იყო მე 1000 რაღაცები დაიხურა კიდევაც ერთი პერიოდი ყველაფერი მაგრამ რა არის ისი მოდით ვენდოთ ჩემს ხედვას თქვენ გადაცემებს ისევ ხედავ არაფერი აქ არ იხურება არის მოლაპარაკებები რაც ნორმალურად ჩათავდება
რაღაცები ხდება ისეთი, რაც ერთ მხარესაც აიძულებს მოლაპარაკებაზე წამოვიდეს. მეორესთან ესე და აი ესე მშვიდობიანად მიხარია ხა და იმიტომ ვიღები დამთავრდება ყველაფერი. მშვიდობა ანუ ჩვენს თავს. მშვიდობა, რა თქმა უნდა, მშვიდობა, ხალხი უნდა დამშვიდეს, უნდა დაწყმარდეს. ვიცი რომ ეს ასე იქნება, აუცილებლად ჩემო ქართველებო. საქართველო ვერ გადაიტანს, პატარა ქვეყანა ვარ, დიდი ქვეყნები გადაიტანენ, მაგრამ საქართველო ამიტომ არის ძალიან დიდი ყურადღება და დიდი სიყვარული მოდის კოსმოსიდან საქართველოს და ქართული ხალხისთვის. ანუ რუსთაველზე რომ დავკონკრეტდეს ისე ჩვენთან ნამშრომლებს ალბათ აინტერესებს, ანუ არაფერი არ იცვლება. არაფერი ისევ არ იგივე, იმ გადაცემა კიდევ მოგცემ ინტერვიუს. კარგია, კიდევ მიწინასწარმეტყველებთ რეიტინგს. რეიტინგს რა თქმა უნდა, კაი ფეხი მაქვს კოსმოსში. ხონდათ არაჩვეულებრივი ფეხი. სხვადასხვა მე ვთქვი რომ ნატოში კი არ შევარდებით. ეს ვიცები. ამჯერა შევარდებით ნატოში აუცილებლად, მაგრამ მაგაზე ხუმრობა კიდე სხვა ისეთ მარტოლელა კაკულიას ჯერა რომ ნატოში შევალდო. მაგაზე ხუმრობენ. კი, იხუმრობენ, როგორც უკრაინის ომი ასრულდა, აი საპატრიარქოსის ასრულდა, უამრავი რაღაცები ასრულდა, კიდე ესეც ასე ასრულდა. ჩემი შვილი მოესწრება ნატოში შესვლას. კი. არა, შენი შვილი კი არა, მეც მოვესწრები მგონია. უმერტმა დიდხანს გაცოცხლოთ. აუცილებლად ეს ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, ეს გლობალურია პოლიტიკის ნაწინასწარმეტყველები მაქვს, ეს აუცილებლად მოხდება. საქართველოს არის ძლიერი დასაყრდენი ბაზა ნატოსთვის, არა მარტო ნატოსთვის, არამედ ევროპისთვის და ძლიერ საშიში კიდო რუსეთისთვის. ზურგში ყველაზე მეტად პუტინს არჩით. ძალიან აი ეს რაღაც ძალიან ბევრი შუა პოლიტიკური რგოლი გაიკრიფა. წავიდნენ ხო? დავით უსუფაშვილი წავიდა, თინეხიდაშვილი წავიდა, ირაკლი ალასანია წავიდა. მიდის ეს ხალხი, სად მიდია? მე ხო არ ხედავ ჩემთხვევით. ჩვენ გვაინტერესებს და რატომ მიდიან? სად მიდიან? ელოდებიან დროს, იმ დროს, როცა დარწმუნდებიან, რომ მათი დრო მოვიდა ისევ და გამოჩნდებიან მე პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ ცოტა სხვანაირი პოლიტიკა იქნება მე საქართველოში. ხალხიც სხვანაირად არის განწყობილი და უკვე გაწვრთნილი, ახალგაზრდა თაობა, ნასწავლი და განათლებული და ასე რომ ცოტა გაუჭირდებათ. დიდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, მაგას ვერ ვიტყვი. როცა იყო დრო მაშინ უნდა გამოიმშავნებინათ სიმტკიცე, სიძლიერე და მყარადგომა ქართულ პოლიტიკაში. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა გისურვოთ სიმშვიდე შენ დარჩუნებ. ყველაფერს თავის სახელით დაერქვა, ყველაფერი კოსმოსში წყდება და ადამიანის გადასაწყოდია არაფერი არ არის.